და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან არის ღმერთი. მერთმა დაგლოცოთ ჩემო გულიანო, ულანთებულო, არ შეშინებულო, არ გაყიდულო და არ მოსყიდულო ქართველებო. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ჩვენი ერთობის დღეს. დღევანდელი დღის წმინდანი დიდმოწამე ეკატერინე. დღევანდელი დღის წმინდანები იყვნენ მეოხნი ღვთისა და ღვთისა წინაშე, რათა შევძლოთ ჩვენ იმ ამოცანების გადაჭრა, რასაც ქვია შიდა და გარე მტერთან ბრძოლა. ჩვენი ქართული მიწა გაჟღენთილია წინაპართა სისხლით. თად და გორა კი არ არის სადაც წინაპართა ძვლებს ვერ ნახავთ. ჰაერი კი მათი ლოცვით არის გაჟღენთილი. რისთვის და რატომ იბრძოდა ეს ხალხი? იმიტომ რომ დღეს ჩვენ აქ ვდგარიყავით, იმიტომ რომ ქართველები გვქვეოდა და იმიტომ რომ მართლმადიდებლები ყოფილიყავით. მათაც შეეძლოთ ეთქვათ მობრძანდიო, მათაც შეეძლოთ ეთქვათ დაესახლებინათ არაბები იყვნენ, თურქები თუ სხვა სარწმუნოების წარმომადგენლები და მათაც შეეძლოთ თავიანთი სიცოცხლე გაეგრძელებინათ, მაგრამ ეს მხოლოდ ხორციელი სიცოცხლის გაგრძელება იქნებოდა. ამ უღმერთო ხელისუფლების ლოგიკით დავით აღმაშენებელი ინვესტიციის წინააღმდეგი იყო. დღეს რას ხედავთ? დღეს გვეუბნებიან თეთრზე რომ შავია და შავზე გვეუბნებიან რომ თეთრია, თვალებში ნაცარს გვაყრია. გვეუბნებიან რომ ეს ინვესტიცია, ჩვენ ვამბობთ, არა მარტო არაბული ქალაქების აშენება, ჩვენ ვამბობთ, უნდა შეწყდეს ეს უკონტროლო მიგრაცია, რომელიც ემუქრება ჩვენს ერს გაქრობით. რა ხდება დღევანდელ დღეს? სოციალურად შეჭირვებული ჩვენი ერი ტოვებს ქვეყანას და მათ ადგილას უცხოტომელები სახლდებიან. ეს ყოველივე არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენთაგანისათვის. ჩვენ უნდა შევძლოთ რომ ეს ყველაფერი შევაჩეროთ. არავის აქვს უფლება ქართული მიწა, ქართული მდინარეები, ქართული საბადოები რომ გაკიდოს არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მე გეკითხებით ჩვენ ვართ მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წევრები და უწმინდესის ლოცვა კურთხევა არის რომ არ გავყიდოთ ჩვენი მიწა და ეს სურვილი გავავრცელოთ და გადავცეთ, დავიცვათ თითოეულმა ჩვენთაგანმა. როგორ ფიქრობთ, ამ კურთხევამ ძალა დაკარგა? რას ფიქრობთ? მაშ რა ხდება? ადამიანები, რომლებიც სიყვარულს ეფიცებიან პატრიარქს და რევერანსებითა და სიყვარულის ტკისებით გამოირჩევიან წინა რიგებში დგომით, დღეს ამბობენ რომ თურმე ქართული მიწის გაყიდვა პრობლემა არ ყოფილა. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ ვართ ეკლესია, ყველა ერთად, ერისა და ბერის ერთობა არის დღეს აქ და ყველამ ერთად უნდა უთხრათ, თუ ვიქნებით ჩვენ ერთად, ერი და ბერი, ჩვენ შევძლებთ შემოკარგებო ამ დიდი პრობლემის გადაჭრას. ეკლესია არის ერთი, ჩვენ ყავს ერთი პატრიარქი, ერთი საპატრიარქო, მისი მორჩილების ქვეშვათ არცად არ უნდა მივადგეთ არავის. მაგრამ ვიბრძოლოთ, ერთად დგომით, შვიდობით, ლოცვით, ჩვენი პოზიციის დაფიქსირებით, რომ ქართველი ერი არ შეეგუება არაბიზაციას. ენაცვალე მამა. მე მინდა გითხრათ, რაში არის პრობლემა? პრობლემა არის ჩვენში, ნერთმილობაში. ნერთმილები გავხდით. ლოცვა არ გვინდა, არც სიმართლის თქმა არ გვინდა, ჩვენ თავზე პასუხისგებლობის აღება არ გვინდა, მზად ვართ რომ სხვას გადავაბრალოთ. ქართველი ვერ უნდა შეაშინოს ვერც წვიმამ, ვერც მზემ, ვერც სიცივემ, ვერც ყინვამ და საერთოდ ვერაფერმა სამშობლოსთვის ბრძოლაში. მე მოუწოდებ ყველა ქართველს, ყველა განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, განურჩევლად
ასაკისა დავდგეთ ერთად, ერთმანეთს ხელი გაუწოდოთ, ერთმანეთს შენდობა მივცეთ, ოღონდ გავერთიანდეთ სიყვარულის გარშემო, ჩვენი ეკლესიის გარშემო და იმ ხალხის გარშემო, ვისაც საქართველო უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს და ვისაც ღმერთი უყვარს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგურთხოთ, ღირსეულო, არ გაყიდულო ქართველებო. იდება უფალ. სახელითა მამისათა და ძისათა